რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხები, თუმცა მაინც რაკიღა სტუდიაში ხართ ფორმულაში კითხავთ ვახოსანაიას დაპატიმრებაზე, ეს რა სიგნალია იმ ადამიანებისთვის, ვინც ღიად აკრიტიკებს რეჟიმს, მათ შორის სოციალურ ქსელში. მოგესალმებით, მე ვესალმებ მაყურებელს. ცხადია, მე გუშინაც დავაფიქსირე და არაფერში არ წერია. რანაირი პოზიცია უნდა იყოს, რომ თუნდაც 1000-ჯერ შეურაცხყოფა იყოს, ადამიანის ციხეში გაშვება, არ დაჯარიმება ჯერსეთიც და არ ციხეში გაშვება არის სწორი. და ყველას გვესმოდა რომ სამკაულს იღებდა რომ ქართული ოცნების ჟურნალისტებს არ დაერეოდნენ და დიტო სახარაძის ციხეში არ გაუშვებდნენ რომ ეს საბოლოო ჯამში თუნდაც რამდენიმე შემთხვევითი ადამიანი დააჯარიმეს საბოლოო ჯამში ოპოზიციის და ოპოზიციური მედიის და აქტივისტების და მხარდამჭერების წინააღმდეგ მიღებული კანონი იყო და ფაქტად ხედავთ საბოლოო ჯამში რომ ასეც სრულდება და არაფერი კარგი ამას არ მოყვება იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ციხეში გაუშვა დააჯარიმა ვიღაცა შეიძლება გაჩუმდეს კიდეს მაგრამ ის ბრაზი რომელიც ხელისუფლების მიმართ არის და რაც იწვევს მე ასე თქვა შეფასებებს და შემდეგ ის ხوارსად არ გაქრება და ყოველ შემთხვევაში საბოლოო ჯამში ბრაზი უარეს ფორმებს მიიღებს და ნახოთ აველოდოთ თვითონ რასაც დათესავებას მომკიო შემთხვევაში ვახოსანაია აღმოჩნდა პირველი ჟურნალისტი მოქალაქე მათ შორის ვის წინააღმდეგაც სწორედ ამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ და გამოიყენა საპატიმრო საშიელი. რაც მოსაუნდელი იყო ალბათ ქართული ჟურნალისტი არ იქნება პირველი ხო გასაგები იყო და ამიტომ ხა ვახოსანაია იქნებოდა თუ რომელიღაც სხვა ჟურნალისტის პროგნოზება რთული იყო მაგრამ საბოლოო ჯამში ხო პროგნოზება და შედეგია ზოგადად და არ ამგონია რომ ამით შემოიფარგლოს არ ამგონია რომ ეს ბოლო ჯარიმა იყოს ან ბოლო პატიმრობა იყოს და გაგრძელდება ეს ამბავი თუმცა მე ვნახე კიდეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობდნენ რომ კიდე მეტი იქნება უსასჯელიო თუ ასე ვთქვათ გააგრძელეს ხო და ამიტომ ალბათ ეს გაგრძელდება ერთი პრობლემა უბრალოდ რომ მეგონი საქართველოს მოსახლეობა უბრალოდ დიდი ნაწილი ვერ ხვდება სიტყვის თავისუფლების ღირებულებას და მათ შორის ქართული ოცნების პროპაგანდის მეშვეობით გონიათ რომ თუ ვიღაცაც დილს იწყვაობს ან ვიღაცას ლანძღავს და შემდეგ ეს შეიძლება ამის გამო ადამიანი დააჯარიმოს ციხეში გაუშვა. საერთოდ ვერ ხვდებიან რა მხელა ღირებულებაა და თუ სიტყვის თავისუფლება იქნება დაკარგული, მე ყველა დანარჩენი უფლება იკარგება. ეს რაღაც ერთი კაცობრიობამ დააგროვა ეს გამოცდილება და ყველა ქვეყანა შესწრებოდა. სიტყვის თავისუფლება იკარგება, მე უკვე აღარ გამოდის ხელისუფლების კრიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ამის უჭირდება პირველ რიგში ერთმანეთს ახლა სუფრაზე ვიღაცა რომ ლანძღავს ხო არავის არ აღელვებს საბოლოო ჯამში და ვერც აღსრულდება. მაგრამ ხელისუფლების ლანძღვა ეს არის აუცილებელი ელემენტი. იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება უსამართლო იყოს, ზოგ შემთხვევაში სამართლიანი, მაგრამ თუ ეს აკრძალულია ვერანაირი სამართლიანი კრიტიკა. აჩვენებს შესაძლოა მიუღებელი ლექსიკითაც. რა თქმა უნდა, ეს ადამიანის საქმეა და საბოლოო ჯამში ყველა თვითონ წყვეს, თვითონ როგორ უნდა შეაფასოს თავრობა და შემდეგ, მაგრამ თავრობა იმიტომაც არის თავრობა, რომ თუ ისე იქცევა რომ ადამიანის მისი ლანძღვა უნდა, თუნდაც ყველაზე უშუალო სიტყვებით, ეს თავრობის პრობლემაა და არა იმ ადამიანს ამას აკეთებს. და კეთილინები და ისე მოიქეცე რომ ხალხი არ გლანძღავდეს, თუ ბოლოს და ბოლოს არ მოგწონს, ან არ მიაქცევ ყურადღება. სანდრო, აი თქვენი დაკვირვებით, მაინც რატომ მიიღო რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება? არ გულისხმობთ კონკრეტულად ვახოსანაიას დაპატიმრებას, მსგავსი რეპრესიული მანქანის ამუშავებას, მაინც საზოგადოების ნაწილში შესაძლოა, რაკიღა ამბობთ თქვენს პრინციპში ნაწილობრივ გეთანხმებით, რომ შესაძლოა რაღაც ტიპის კატეგორიაში მოქალაქეებისა, რომ რაღაცნაირად თვითცენზურა ამუშავდეს ასეთ შემთხვევაში და ვერ გამოხატონ ღიად პოზიცია ის პოზიცია რომელიც რეალურად მათ აქვს მათ შორის სოციალური ქსელის საშუალებით. მე ამას დასჭირდა რეჟიმს ეს. მე ამას ვეძახი კოლექტიური გორდულაძეების დაცვა. იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ვიცი ბიძინიშვილი იქნება ეს თუ მამუკონდენაძე ანუ ხალხი მასო ჩემი ასაკის უფროსი ხალხი ვინც 90-მდე გამოიარეს არიციან როგორ მოექცნენ იმ ადამიანს ვინც ლანძღავს და აგინებს. ვიცი ბოლოს სკოლაში ოჯახში გვასწავლიან როგორ უნდა მოიქცეთ ეს სიტუაციაში როგორ უპასუხო და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ახალი თაობა რო წამოვიდა ესე ვთქვათ სუსტი ფსიქიკის ხალხი რომელსაც არიციან როგორ უპასუხონ და საბოლოო ჯამში ჩვენ დავაკვირდით რომ იყო პერიოდები როცა მაშინ აქტივისტები ლანძღავდნენ ქართული ოცნების დეპუტატებს და დისკომფორტი შეექმნათ. და მე მიიღეს კანონი რომ შეგვიძლია უჩივლო. მაგრამ მე როცა გორდულაძე მუჩივლა რომელიღაც ქალს აღარ მახსოვს ვიზე იყო საუბარი, უარესი გამოვიდა, იმიტომ რომ იმასაც არის დამრიგებელს რო დაუძახებს სკოლაში, რომ აი მას ნინო ჩემზე ცუდ სიტყვებს ლაპარაკობს და ფლად შერცხვა. და გამოვიდა რომ აი ამ ხალხის დასაცავად უფროსმა თაობა მიიღო კანონი რომ აი ახლა მოდი პოლიცია მიხედოს რომ ჩვენი ახალგაზრდებიო ეს სუსტი ფსიქიკის ხალხიო არ გალანძღონო. აი ეს არის რაც მოხდა რეალობაში. მაგრამ რაც არ უნდა იყოს საბაბი და მიზეზი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. და მას კონკრეტული შედეგები მოყვება. და საბოლოო ჯამში თუ ხელისუფლების ლანძღვა იქნება აკრძალული, რანაირადაც კარგი მოტივები არ უნდა ქონდეს. საბოლოო ჯამში ეს ცუდი შედეგი იქნება ხელისუფლებისთვის. სახელმწიფო უწყება რგოლი რომ მუშაობდეს ასეთ შემთხვევაში ეს
საქმეები, რომელიც არის აღძრული, ხო, ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რა ტიპის შედეგი დადგებოდა, ხო, რაღაცნაირად არის თუ არა ესე, რომ მთლიანი ჯაჭვია, რაც აღიძრება საქმე და შემდგომ ამას უკვე ყოველგვარი განხილვის რაღაცნაირად შაბლონურად მსჯელობის გარეშე კონკრეტულ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე და ყველა მიცის რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება ეს. ცხადია, უბრალოდ გაამარტივეს ბიუროკრატიულად თავის პოლიტიკოსებს, დეპუტატებს და შემდეგ გაუმარტივეს, აღარ უწევთ ჩივილი, შეიძლება ჩივილი უწევთ, მაგრამ საჯარო არ ხდება ეს ყველაფერი და ამიტომ ვერ პრეტენზიას ვერ წაუდგენ, რომელიც დეპუტატს როგორ გაბედივა რა არის, წახვედი პოლიციელთან, იმიტომ ვიღაცამ გაგინაო, ანუ სად იყო რომ ვისასწავლენ ასე პოლიციას დაურეკეო თუ ვიღაცამ გაგინაო რა მილიონი ვერსია როგორ უპასუხო ასეთ ქცევას და ყველა ვიცით, მაგრამ ნუ როგორც ჩანს ქართულ ოცნების დიდი ნაწილი არ იცის და ამიტომ უთხრეს რომ აიგერეს პოლიციელი არის, ის დაგეხმარება, ოღონდ ისე ჩუმად დაურეკეო და მე ჩვენ ყველაფერს მოაგვარებოდა. ეხლა როცა რაღაც აბსტრაქტული დეპარტამენტი ებრძვის ამ ყველაფერს, იმას ეხლა სხვანაირად ხო არ დაუწყებ იმას კრიტიკას, რავი პოლიციელი არის და არის რაც არის რა, ანუ საბოლოო პასუხისმგებლობა პოლიტიკური მაინც პარლამენტზე და იმ ხალხზე ვინც ეს ყველაფერი მიიღო. და ამიტომ ვიღაც პოლიციელები რაღაცას აკეთებდნენ, ვიღაც მოსამართლე რაღაც ნოტარიოსივით ბეჭდებს არ ტყავს. ამას უკვე რაღაც სხვანაირი რეაქცია მოყვება, ანუ ინდივიდუალური რეაქცია აღარ არის. ის კონკრეტული ადამიანები რაღაც ჭანჭიკები არიან ამ სისტემის და ის ხალხი ვინც ამ მართლა დამნაშავე, ისინი უკვე აღარ ჩანან. და გამოვიდა რომ ეს ბრაზი ადამიანების კონკრეტულ ადამიანს აღარ მიიმართება. მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი იქნება რომ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაა. შეიძლება თავის ახალგაზრდა გამოუცდელ თაობას იცავდნენ ამ კანონით, მაგრამ ბიძინაიშვილის ირაკლი ყობახიძის დაშენდა, ვინც საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობას იღებს, მათი ბრალია ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობაც ასეთი უნდა იყოს და კრიტიკაც მათ მიმართ უნდა იყოს. გამოსავალს სადრო მაინტერესებს, აი დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობა უფრო მეტი თქვათ არ დანებება, აი სათხედავ თქვენ გამოსავალს, როგორ უნდა მოიქცენ ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები? არის უამრავი გრძელვადიანი და რთული გზები, მაგრამ მე ვიცი ერთი ძალიან კარგი და მოკლევადიანი, უბრალოდ არ გამომდის. ეს არის დაცინვა. და არა ჩემ მხრიდან მაგალითად, არამედ პოეტების მხრიდან, მწერლების მხრიდან. აი რომ იყოს ესეთი ლიტერატურული ეს თუ საღამო იყოს, სადაც ხალხი გამოდის და ლექსებს კითხულობს. ოღონდ არა ვიღაც პოლიციელის წინააღმდეგ და იმ დასაცინად, არამედ უშუალოდ ხელმძღვანელობის მიმართ. ბიძინაიშვილი დაწყებული, აი რა ვიცი, მალკომდინაძის დამთავრებული, ან რაღაც მაღალი რანგის ქართული ოცნების დეპუტატების და პოლიტიკოსების მიმართ, სადაც კარგი ლექსები იწერება. კი არ ვლანძღავთ, ქართულ ლიტერატურას ვანვითარებთ. ოღონდ ყველა ხდება რატომ? იმიტომ ლიტერატურა ხო სულ პოლიტიკური იყო. ადრე ხო მთელი ღირებულება ლექსების მათ შორის უდიდესი ნაწილი იყო, იმიტომ რომ ის პოლიტიკურ გამოწვევებზე იყო პასუხი. და ჩვენმა პოეტებმა დაკარგეს ეს დიდი ხანია. მათ შორის საბჭოთა კავშირი ამაში დამნაშავე, რომ რაღაც არაპოლიტიკურ საკითხებს, ასე ვთქვათ, ახალისებდნენ დიდი ხანი და თაობები გაიზარდეს, რომ პოლიტიკა რაღაც გვერდზეა, ვითომ ეს არის პოეტების საქმე. არა და პოეტების საქმე ეს არის. და მე იმაზეც კი მზად ვარ, რომ დავეხმარო ასეთი ლიტერატურის საღამოს ორგანიზება, მაგრამ თუ პოეტები და არა მარტო პოეტები, მწერლები, შეიძლება მხატვრები აიღებენ საკუთარ თავზე ამ პოლიტიკურ ამოცანას, რომ ისე დაიცინოს ის ხალხი ყველა, ვინც საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა ყველაფერზე. გეთანხმებით ამ ნაწილს, რომ გონია რომ ოცნებას რაღაცნაირად უფრო შეურაცხყოფა კი არა და ის 300 და ასე შემდეგ, უფრო მეტად და ის დაცინვა და ეს ქიმიკი უფრო აღიზიანებს კაპიტალ გამოჩნდა, მათ შორის ანაიას შემთხვევაშიც. კი, საბოლოო ჯამში მე მგონი ეს დაცინვა ყველაზე ძლიერი იარაღია. გასაგებია რომ შეიძლება საგანმანათლებლო საქმიანობას მივაწვეთ და აუხსნათ ხალხს სიტყვის თავისუფლების ღირებულება და შემდეგ მე გრძელვადიანი ამოცანა ერთ დღეში ამას ვერ შეცვლი, მაგრამ თუ ჩვენ ქვეყანაში ყავს პოეტები, თუ ჩვენ ქვეყანაში ყავს ხალხი, ვინც კულტურის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ ასეთი ფუნქცია შეასრულონ, მე მგონი ჩვენ პოლიტიკოსებმა ზოგადად ხელი უნდა შევუწყოთ ამ ყველაფერს და მართლა მე სიამოვნებით დავეწრებოდი ესეთ პოლიტიკოს ლიტერატურულ საღამოს, სადაც მართლა ხარისხიანი ნიჭიერი ლექსები იქნება წაკითხული, მაგრამ პოლიტიკური და საბოლოო ჯამში მიზანი იქნება ამ ყველაფრის დაცინვა. კი ბატონო და უნდა შევეხოთ ასევე ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას დააკავეს ერთი პირი რაღაცნაირად ეს შეგვიძლია თუ არა წარმოვიდგინოთ როგორც აი წინასწარ დადგმული სცენარი რომ იცოდნენ ვინ უნდა მიეგზავნათ იქ შემდეგ დაიჭირეს და ასე შემდეგ და ზოგადად ეს თავდასხმა თქვენთვის რაზე მიანიშნებს? ნუ მე არ ვიცი ხა წინასწარ დადგმული თუ არა იდიოტები ყველგან მოიძებნება რა და ყოველთვის მოიძებნება ვინც რაღაც თავის ზედმეტ ფუნქციას მიანიჭებს პრობლემა სხვა რაღაცაში მდგომარეობს.
ეს რაღაც მოდარდუმბაძეს მანამდე ერეკლე მეფეს და შემდეგ ეს რაღაც კერპების შექმნა ჩვენი წინაპრებისგან რა და შემდეგ და აი ეს გადამეტებული ბრძოლა გეგონება ლიტერატურის მოყვარე ხალხი იყო ეხა ვინც სცემდა ონისეს და დღედაღამე ასე ვთქვათ წიგნების კითხვაში გაატარეს ხო და ესეთი კერპის შექმნა არის უბრალოდ საბოლოოში იმის სიმპტომი რომ ამ ხალხს არანაირი ღირებულების არ გააჩნიათ აი ხელოვნურ კერპებს ქმნიან რა აი ღმერთისაც არ წამს სიმანჯოში და ღმერთს წამს კერპს არ შექმნიდე და ამიტომ აი ეს ღირებულებისგან დაცლილი ხალხი, რომელსაც არც რაღაც მიზანი აქვს ცხოვრებაში, არც რაღაც ინტერესი და შემდეგ და ეხლა ასეთ ხალხი ყველაზე მოწყვადია პროპაგანდის მიმართ. და ამიტომ ეხლა შეიძლება არავინ დავლება არ მისცა, მაგრამ რო ხედავენ რომ დღედაღამე რო აი ეს ნახე გარკვეულწილად თავისი საქმე შეასრულეს პროპაგანდისტებმა, ვიცით რომ აი დღის ეს რიგიდან ეს თემა არ ჩამოსულა, აქტიურად აშუქებდნენ ისინი ამ ამბავს. პროპაგანდა იმიტომაც არის, რომ ის ყველაზე სუსტი ფსიქის ხალხზე მოქმედებს. ჭკვიან ადამიანს პროპაგანდა არ მუშაობს, მაგრამ ვისაც არ აქვს საკუთარი აზრი, ან კონკრეტში მოწყვლადია, ასე ვთქვათ, სხვისი აზრის განმეორების მიმართ, ის რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცა გააკეთებინო. მაგრამ ნუ ეს ხდება ისეთ ვითარებაში, როდესაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ვთქვათ, ხდება ამ ამბის გაშუქება, სწორედ ასე წარმოადგენდნენ ისინი თავიანთ სიუჟეტებს და რეპორტაჟებს. პროპაგანდას ვერ მოსთხოვ, რომ ის ჭეშმარიტება იყოს და სიმართლეს ლაპარაკობ. მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაღაცნაირად გააშავო შენი ოპონენტი. ამიტომ ასე თუ ისე, როგორი პროპაგანდა არ უნდა იყოს, საბოლოოში ცუდ მიზნებს ემსახურება და ეხლა პროპაგანდაზე რო დგას ქართული ოცნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბოლოს და ბოლოს ცნობილია ბოლოს და ბოლოს გლობალური ომის პარტიის დააჯერეს ქვეყნის დიდ ნაწილს. ამიტომ ეს ყველაფერი გასაგებია. თავარია ჩვენ როგორ უპირისპირებ ამ ყველაფერს. და ამიტომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს თანმიმდევრულობა. სიტყვის თავისუფლება პროპაგანდისტისაც უნდა მივცეთ. უბრალოდ ჩვენ უნდა ბეროთ რომ ხარისხიანი ვიყო. ჭეშმარიტება უფრო ეფექტიანია და სწორ რაღაცას რო ლაპარაკობ, უფრო მარტივია და ამას ხო დიდი ტყუილი. ამიტომ თუ აქეთ ხარისხდება თანმიმდევრულობა, იქნება სწორი პოზიცია და ასე შემდეგ. აი ახლა თქვენ რესურსს ხედავთ, რომ იგივე ის პროპაგანდის მიაღვარი, რასაც ჩვენ ხედავთ, ხო, მათივე ტელეეკრანებიდან, ეს რაღაცნაირად ჩაირეცხოს ან მოხდეს ადეკვატური დაპირისპირება ისე, რომ თქვენ დაარწმუნოთ ის მოქალაქეები, რომლებიც ახლა სხვა აზრზე არიან და მათთანაც მათ შორის მუშაობაც თქვენთვისაც პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს, ხო, მოდის არჩევნები. აქაც იგივე პრობლემას დაუბრუნდებით, ეხლა რაც ზოგადად ოპოზიციის მხარეს არის. რეცეპტი არსებობს, მაგრამ ამას ხო რაღაც ტიპის კოორდინირებული მუშაობა ჭირდება ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, აქტივისტების და ასე შემდეგ და ხო ხვდებით რომ ამ პოლიტიკურ ველში ეს უბრალოდ შეუძლებელი. იმდენი რაღაცაა გაკეთებული. მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია არ შედგეს, რომ მე დიდი ხანია ამაზე ხელი მაქვს ჩაქნეული, მაგრამ თეორიულად იმ ჩემი ლიტერატურული კონკურსის არ იყოს. თუ ხალხი დაორგანიზდა ამის წინააღმდეგ, თუ ერთმანეთის მართლაც შეცდომების გამოსწორებაში დავეხმარეთ, თუ დავანახეთ რომელი პოზიცია უკეთესია, რომელი უარესია, რა თქმა უნდა შესაძლებელია ყველა მტერი შეიძლება დაამარცხოს საბოლოო ჯამში, ხო? მაგრამ ყველა იმპერიაც ინგრეოდა და მათ შორის ისეთები, რომელსაც ეგონა რომ არც არ დაინგრეოდა. მაგრამ და რა გახდა ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება, მაგრამ ამას რაღაც სხვა ჭირდება, ხო? ანუ სხვა ტიპის მიდგომა და ეს მიდგომა არ არის და არც იკვეთება. ამიტომ მე ამ კუთხით პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ საბოლოო ჯამში აი რაც უფრო მეტი ასე შეზღუდვა იქნება, ასეთი შემთხვევები იქნება, ძალადობის იქნება თუ აი ძალაუფლების ბროტად გამოყენების, მით უფრო მეტი ბრაზი დაგროვდება და რაღაც ფორმა ამას მიიღებს საბოლოო ჯამში. შეიძლება რომელიღაც ცალკეულ პოლიტიკურ ძალას იმხელა ხალჭერა გაუჩნდეს, რომ თვითონ შეძლოს ამ ყველაფრის გაკეთება. შეიძლება დაკვეთა მოხდეს ამ დაორგანიზებაზე პოლიტიკოსებს ხანად მოიქცეს. მე არ ვიცი, ამ მომენტში ეს რესურსი არ არსებობს, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ თუნდაც ეს ნიჭიერი ხალხი, რომელსაც აქვს რაღაც ალტერნატიული ხედვები აქვს ხოლმე და ასე შემდეგ, ისინი აიღებენ მათ შორის თავის თავზე გარკვეულ ინიციატივას და დაანახებენ მოსახლეობას, რომ რაც ქართული ოცნება აკეთებს, ყველანაირი გაგებით მიუღებელი. ჩვენ ასევე უნდა ვილაპარაკოთ ოპოზიციის დღის ეს რიგზე, თქვენს გეგმებზე, მაგალითად ეს კითხვა ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტუალურია, ვიცით რომ გააკეთა განცხადება ბოლოს ვიქტორ ყიფიანმა, ჯერ საქართველოს დამფუძნებელმა, მან თქვა რომ წესებზე, საარჩევნო წესებზე უნდა იყოს ქართულ ოცნებასთან საუბარი. საინტერესოა თქვენი პოლიტიკური პარტიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ ემზადებით 2028-ის არჩევნებისთვის, რა ეტაპზეა ახლა თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, ვისთან ხართ სამუშაოდ მზად? ვიცით მათ შორის თქვენი წითელი ხაზები, თქვენი კრიტიკა სხვა ოპოზიციური პარტიების მისამართით, აი როგორ უყურებთ ამ თემას? თქვენ ხედავთ პერსპექტივაში რესურს რაიმე ტიპის, რომ ქართულ ოცნებასთან რამე თემაზე სალაპარაკო დაჯდომა ღირს? ნუ ნებისმიერ ვისთან არ უნდა გინდოდეს ლაპარაკი და თუნდაც რაღაც პოლიტიკური ვაჭრობა, ჯერ რაღაც პოზიცია უნდა გქონდეს ძლიერი. ჩვენ თუ არ გაქვს ძლიერი პოზიცია, რასაც კიდე იმაზე ევაჭრეთ, ბოლოს და ბოლოს ჩვენივე წარსული გვეუბნება, რომ ბოლოს და ბოლოს გადაგაგდებენ და ამით დამთავრდება. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ ყველაფერს.
ეს. მეორე საკითხია, რომ მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ოპოზიციურ მხარეს რაღაც ტიპის კოორდინაციის სამწუთას გითხარით, იმიტომ რომ აი ბევრი საკითხი აქვს გასარჩევი. დიდი დებატები უნდა მინდიოდეს ოპოზიციურ მხარეს, რომ საბოლოო ჯამში რამე შანსი გაჩნდეს. სანამ ეს არ მოხდება, მე საერთოდ არც კი მექნება რამე ცდელობა, რომ ვიღაცასთან რაღაც ურთიერთობა ვაწყობთ, ძალიან ფოკუსირებულად ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე, დაფინანსების მოძიება იქნება, ადამიანების შერჩევა, სხვადასხვა პროექტები თქვენ გახსოვთ, რომ წინა წელს ჩვენ არჩევნების წინ ძალიან ბევრი AI ვიდეო გავაკეთეთ და რაღაცნაირად ვცდილობთ რომ განვავითაროთ ეს მიმართულება, რომ კიდევ უკეთეს ფორმაში ვიყოთ შემდეგი არჩევნებისთვის და შემდეგ ჩვენ ბევრი რაღაცას ვაკეთებთ, რაც შეიძლება გარდა ნაკლებად ჩანს, მაგრამ ვცდილობთ რომ უფრო და უფრო უკეთეს პოზიციაში ვიყოთ. მეტი მხარდაჭერი ვყავდეს, მეტი დარეგისტრირებული მხარდაჭერი ვყავდეს, რომელსაც რაღაც კომუნიკაცია შეიძლება და ასე შემდეგ. და ამით ვარ დაკავებული. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ბუნებრივია ჩვენ უარს არ ვამბობთ არავისთან ურთიერთობაზე. ვიქტორ ჯაფარიძე იქნება თუ რა ვიცი, ნაცები რო იყვნენ და თუ რამე დისკუსია იქნება, ჩვენ სიამოვნებით მიიღეთ მონაწილეობას. ეს ჩვენ პარტიაზე ვართ ფოკუსირებული, არ ნიშნავს რომ სხვასთან არ გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ სხვებისგან გვინდა რაღაც ტიპის გულწრფელობა, მინიმალური მაინც, საჯაროობა გვინდა დისკუსიები და თუ ეს მოხდება ჩვენ სიამოვნებით. იმიტომ რომ არ მაქვს იმის მოლოდინო, რომ ახლო მომავალში იმ ხელა ძალა გვექნება, რომ ჩვენ მარტო დავამარცხოთ ქართული ოცნება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტნიორები, მაგრამ ყველასთან პარტნიორობა ჩვენთან ახლა არ გვაქვს. ჩვენ რაღაც თავისი ცენზი გვაქვს. და თუ ასეთ აი ვისთან წარმოგიდგენია თქვენ პარტნიორობა, სანდრო, ასეთ ამოცემულობაში? მე შემიძლია თეორიულად ყველასთან წარმოვიდგინო. უბრალოდ რაღაც კრიტერიუმებია. მაგალითად, საჯარო დისკუსიები, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება რაღაც წარსულში რაღაც დაშავებული აქვს, მაგრამ შეიძლება გადაიაზროს, სხვანაირად შეხედოს და ეს უნდა გამოჩნდეს. და თუ საჯარო დისკუსიაში გამოიკვეთება ხოლმე, რომ ადამიანი ადეკვატურია, მაშინ რატომაც არ უნდა ვითანამშრომლო. მაგალითად, რო ავიღოთ იგივე ნაციონალურ მოძრაობა, იქ ცალკეული პოლიტიკოსები არა, რომელსაც სიამოვნებით რაღაც ვითანამშრომლია, მაგრამ ზოგადად ეხლა ნაციონალურ მოძრაობას ვითანამშრომლობა ნამეტანი იქნება, იმიტომ რომ ზოგადად რა ხდება იქაც ღმერთმა იცის თვითონ ნაცნობარისთან თავის პარტიაში რა ხდება. ამიტომ ძალიან რთულია რაღაცის ეხლა თქმა, იმიტომ რომ არც გვაქვს მოთამაშეები გააზრებული პოზიციით რა უნდათ, აი მაგალითად ვიქტორ ყიფიანს რომ უნდა საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბარი და რისთვის მიდის არჩევნებზე. აი ხომ უნდა ვიცოდეთ, კაი, საარჩევნო კანონმდებლობა გავიგებთ, მიზანი რა გაქვს? და მაგალითად მე რაღაცები მინდა ამ ქვეყნიდან, ხო? მაგალითად რა ვიცი, სასამართლო რეფორმა მინდა, პრივატიზაცია და ასე შემდეგ. სხვა ხომ უნდა ვიცოდე, რომ ვითანამშრომლო, საბოლოო ჯამში რა მიზანია. იგივე ავიღოთ სიტყვის თავისუფლება. კი, ძალიან ბევრი გუშნისა და ვახოსანაიას, მაგრამ ძალიან ბევრი ვინც ისა და ვახოსანაიას, ზოგადად რო კითხოს სიტყვის თავისუფლებას არ იცავს. ის კონკრეტულ თავისიანს იცავდა. და მე კიდე მინდა რომ ის სიტყვის თავისუფლება შალვა რამიშვილის შემთხვევაში დაცული იყოს. თუ შეიცვალა ძალაუფლება და აღმოჩნდა რომ შალვა რამიშვილი ოპოზიციაშია, იმის სიტყვის თავისუფლებას უნდა იყოს დაცული. ამიტომ ჩვენთვის მხოლოდ ისეთი პარტნიორი შეიძლება იყოს, რომელსაც სიტყვის თავისუფლებას აფასებს. და არა მარტო მაშინ როცა თავისიანს ეხება. იგივე მე ვერ ვიქნები იმ ადამიანის ხარეს, ვინც ძალადობას ხარს უჭერს და უნდა რომ რაღაც კი ძალადობა ცუდია, მაგრამ სამბობს, ხო? და ეს ყველაფერი ხო გასარჩევია. ამიტომ ასეთ ბევრი საკითხია. ზოგადად ფილოსოფიური და ძალიან კონკრეტულიც. თუ ასეთი დისკუსიები გამოჩნდება და თქვენ დაინახავთ, რომ რომელიღაც პოლიტიკურ ძალასთან ან ცალკეულ პოლიტიკოსთან ძალიან ბევრი თანხმედრა აქვს, ასე ეთერში შეხედვართ და სულ ეთანხმებით ერთმანეთს, ალბათ თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ მე ამასთან თანამშრომლობა შემიძლია. მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არ არის და ამიტომ ჩვენ თელი ძალა გვაქვს ჩვენი პარტიის განვითარებაზე მიმართული. კი ბატონო, ვილაპარაკოთ თავად ოცნების მდგომარეობაზეც, ხო? არ ვიცი, საზოგადოების დიდი ნაწილი ჩემი შეხედულებით, ჩემი აზრით თანხმდება იმაზე, რომ ეს რეპრესიული კანონები დასჯა ტროტუარზე დგომის გამო ციხეში ჩასმა მოქალაქეების არის შიშით განპირობებული. ხო, აი თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას? სად აქვს ქართულ ოცნებას ახლა ყველაზე სუსტი წერტილის მაინც ებღაუჭება რაღაც ტიპის, თქვათ, მოვლენებს. ბოლოს ვნახეთ მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ტრამპის წერილი დიდ ამბად გაასაღა ქართულმა ოცნებამ ირაკლი კობახიძის სახელზე მოსული წერილი ვაშინგტონიდან. აი როგორ უყურებთ თქვენ ქართული ოცნების მდგომარეობას ახლა? პირველ რიგში წერილზე საინტერესო ის არის, რომ რო კითხო, დიდად არ ნერვიულობენ ხოლმე ამერიკასთან დალაგდება ურთიერთობა თუ არა. აი თუ deep state წააგებს, მაშინ შეიძლება და თუ არა და ჩვენით ვიცით, მაგრამ თუ გახსოვთ ნაწილს ყაველაშვილსაც მილოცვა მოუვიდა და როგორც კი ასეთი რაღაც ხდებოდა, ათასობით წარსაც ელოდებოდა ტრამპისგან თუ არ ვცდები. ათასობით შეარი ხდება არის ხოლმე ამ ნიუსების, რომ ისე უხარიათ, აი ნახეთ,
და ამიტომ გასაგებია რომ ქართულოსნობას მართლა ჭირდება ეს აღიარება სრულფასოვანი ჩვენი დასავლური პარტნიორებისგან და იქნება თუ არა ეს სხვა საკითხია მაგრამ მე არ ვიქნებოდი იმდენ ოპტიმისტური რომ ყველაფერი ცუდა აქვს და შიშია და ეხლა ჩამოინგრება ბოლოს და ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმდენი რეპრესიული კანონია მიღებული და ყველა კანონის აღსრულებას ახერხებს ქართული ოცნება თუ აღსრულება შეგიძლია ესე იგი ძალა გაქვს ამიტომ ასეც არის მარტივად საქმე მეორე მაგალითად მაგრამ ეს ანიშნავს რომ სუსტ წერტილები არ აქვს მაგალითად ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ერთ-ერთ დებატებზე რომ ძალიან ტკივად როცა ერთპიროვნულ მართლობაზე არის გაკეთებული აქცენტი და ბიძინეაშვილის პასუხისგებლობაზე იმ პრობლემებზე რომელიც ამ ქვეყანაში არის იმიტომ რომ ასე არის როცა ერთპიროვნული მართლობა გაქვს იმ ერთ ადამიანზეა ყველაფერი ჩამოკიდებული ესე იგი ყველა პრობლემას მისი პასუხისგებლობა თუნდაც აი ეს რაც კოლექტიური გორდულაძეების დაცვა რას ვახსენე ხო ესეც კი მისი პასუხისგებლობაა და ამიტომ ასეთ რაღაცები ძალიან ტკივად და მაშინ თუ გახსოვთ ყობახიძემ პრესკონფერენციაში კი მოაწყო ამის თაობაზე არის ასეთი თემები მაგალითად რო ავიღოთ პოლიტპატიმრების საკითხი პაატა მაჯგალაძე ყველასთვის ცნობილია რომ უდანაშაულოა მე ქართული ოცნების დეპუტატი არ მინახია ვისაც ქონდა კომუნიკაცია ვინც იტყოდა რომ იცი რა რაღაცა მაინც არის მე ყველა ერთ ფოტოს გამოვიდა ვინც ციხეში ბიძის მე ყველას გვესმის რომ არანაირი არგუმენტი არ აქვს ვერც ირაკლი ყობახიძემ თქვა რამე არგუმენტი მამუკუნდინაძემ რუანდის გენოციდ შეადარა მიტინგზე დგომა და ასე შემდეგ ანუ ასეთი ტკივნეული წერტილები არსებობს და თუ ჩვენ ამ წერტილებში მივაჭერთ მაშინ უფრო გამოჩნდება რამდენად სუსტია რეჟიმი იმიტომ რომ თუ სუსტია მაშინ რეაქციიდან გამოჩნდება რომც არ იყოს სუსტი მაინც მეგონია ამ წერტილებზე ფოკუსირება უკეთესია ვიდრე რაღაც მოკლევადიანი დღესასწაულით ცხოვრება რაც ხშირად ხდება ხოლმე ოპოზიციურ სპექტრში იმიტომ რომ ეს ძალადობის ფაქტებიც მათ შორის დაივიწყება ვახსენია გამოვაცხიდა და ხალხს დაავიწყდება ეს ამბავი მაგრამ ეს ხო არ არის არაფერი დასავიწყებელი უბრალოდ ეს არის ერთიან სურათში ჩასასმელი რომ სულ გაიმეორო და ამორჩევას ახსოვდეს ყველა წინა პრობლემა რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა. კი ბატონო, მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი იყო ჩვენთან სტუდიის სტუმარი.